საპატრულო პოლიცია საპყრობილეებში შედის პრემიერ-მინისტრმა რუსთავის ციხეში პატრულის თანამშრომლები თავად შეიყვანა. ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ასეთი ცვლილება არა მარტო რუსთავის, არამედ სხვა ციხეებშიც მოხდება. მთავრობის ხელმძღვანელის გეგმა ასეთია: პატრულის თანამშრომლები პატიმრებს ზედამხედველობას გაუწევენ და ციხეში წესრიგს დაამყარებენ. პრემიერს იმედი აქვს, რომ მსგავსი რეფორმა და გადაწყვეტილება ციხეებში მდგომარეობას გამოასწორებს. გამარჯობათ ბატონებო. ეხლა ჩვენ აქ ინსტიტუტური ორგანიზაციას ვაკეთებთ და დროებით თქვენი დახმარება დაგჭირდება, სანამ ჩვენ აქ გამოსვლით ხალხს წესრიგს დავამყარებთ და დროებით მოგწყვიტავთ თქვენ ჩვეულ საქმიანობას და სულ მოკლე ხანში, ასე ვთქვათ, თქვენ დაუბრუნდებით თქვენ საქმიანობას. ჩვენ გვინდა რომ აქ ამ შენობებში მუშაობდეს ისეთივე ხალხი, როგორც ხართ თქვენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს. ჩვენ ახლა გავაგრძელებთ მუშაობას, შევცვლით სტრუქტურას და ეს სისტემა იქნება ისეთივე, როგორც არის პატრული. დიდი მადლობა და გთხოვთ შევუდგეთ თქვენ საქმიანობას. გამარჯობათ. გამარჯობა. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ახლა ჩვენ შევცვალეთ ხელმძღვანელი ამ ციხეში, ისევე როგორც ვაპირებთ შევცვალოთ საქართველოს ყველა ციხეში. ჩვენ აქ შემოვიყვანეთ დამატებით პატრული, რათა სანამ ეს რეორგანიზაცია მიმდინარეობს, აქ იყოს წესრიგი. თქვენ დახმარებას დაგჭირდება, ალბათ თქვენი აქ ყოფნა მუდმივი მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენ მეაუცილებლად ვითანამშრომლებ თქვენ სამსახურთან. ჩვენ გვინდა ძალიან მოკლე ვადაში აქ დავამყაროთ წესრიგი და დაემსგავსოს ნამდვილ ქართულ ცივილიზებულ სისტემას და არა იმას, რაც ჩვენ ვიხილებთ დღეს ტელევიზორში. ძალიან დიდი მადლობა და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველანაირი დახმარება აღმოგიჩინოთ, რაც ჩვენს ხელში. დიდი მადლობა წინასწარ. დიდი მადლობა.